გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. მე გიორგი ფანცულაია ვარ და დღეს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი განაგრძობს ლექციების სერიას ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ. დღევანდელი ჩვენი ლექციისა და საუბრის თემა იქნება ნიკო ნიკოლაძის დისერტაცია, განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. აქვე მინდა გთხოვოთ ყველას შეგიძლიათ ლექციის კომენტარებში დატოვოთ თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ კითხვები და სახლ-მუზეუმი შეძლების დაგვარად შეეცდება მათზე პასუხების მოძიებასა და თქვენთვის მოწოდებას. მაშასე ეს იყო 1868 წელს. ნიკო ნიკოლაძე იმ დროს ევროპაში იმყოფებოდა. ნიკოსთვის ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ემიგრაცია ევროპის ქვეყნებში. იმჟამად ევროპაში სამშვიდობო განწყობილებები სრულდებდა. იწვევდნენ სამშვიდობო კონგრესებს, არსებდნენ ათასნაირ ასოციაციებს, ლიგებს, საზოგადოებებს. დიდი მოწონებით გამოარჩევდნენ ისეთ ბელეტრისტულ და პუბლიცისტურ ნაწარმოებებს, სადაც პროტესტი იყო გამოთქმული სამხედრო განზრახვების წინააღმდეგ. განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ასეთი იყო სადისერტაციო თემა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ სწორედ ამ დროს წარადგინა ევროპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. მას შემდეგ არაერთი 10 წლეული გავიდა. 10 წლეული კი არა, აგერ 2 საუკუნეც მითვალა ისტორიამ, მაგრამ 21 საუკუნეშიც დამეთანხმებით განიარაღებისა და მშვიდობის საკითხი ისე აღელვებს კაცობრიობას. დიდმა ქართველმა მოაზროვნემ, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ შვეიცარიაში ქალაქ ციურიხში დაამთავრა უნივერსიტეტი და იქვე დაიცვა დისერტაცია ზემოთ აღნიშნულ თემაზე. იგი მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა 25 წლისა იყო, როცა სამართლის დოქტორი გახდა. ორი მხრივ არის აღსანიშნავი და საინტერესო ეს დისერტაცია. ერთი რომ ეს იყო ქართველის მიერ საზღვარგარეთულ უნივერსიტეტში საერო მეცნიერებებში დაცული პირველი დისერტაცია და მეორე ეს იყო მსოფლიო მასშტაბით პირველი დისერტაცია, რომელიც სპეციალურად მიეძღვნა მშვიდობისა და განიარაღების საკითხებს. ხსენებული დისერტაცია დღესაც აქტუალურია და მრავალ ასპექტში შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველურიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიკო ნიკოლაძემ დისერტაცია დაწერა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში დიდი ცვლილებების პერიოდში. ინდუსტრიული რევოლუცია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები და სოციალური უთანასწორობის მწვავე პრობლემები. აქტუალური საკითხები იყო. ნიკოლაძე პირდაპირ მონაწილეობდა ამ პროცესებში. იყო რუსეთში სტუდენტური მოძრაობების აქტიური წევრი. სადისერტაციო შრომაც სწორედ ამ ისტორიული კონტექსტის პროდუქტია და ასახავს იმდროინდელ ინტელექტუალურ და პოლიტიკურ განვითარებას. როგორც უკვე ითქვა, დისერტაციის დაწერის დროს ევროპაში განიარაღების იდეები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ნიკოლაძე თავისი ნაშრომით ცდილობდა ამ იდეების გავრცელებას და მათი მნიშვნელობის ხაზგასმას საქართველოსა და მსოფლიოში. ნიკო ნიკოლაძე აქტიურად ეცნობოდა თავისი დროის მოწინავე იდეებს. მაგალითად, ეცნობოდა ისეთ მოაზროვნეებს, როგორიც იყო ნიკოლაი ჩერნიშევსკი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ჩერნიშევსკის სოციალური უტოპიზმი და რევოლუციური იდეები ახალგაზრდობაში დიდ გავლენას ახდენდა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. აგრეთვე
გაეცნო დასავლეთ ევროპული ემანსიპატორული მოძრაობების იდეებს, რამაც მისი მსოფლმხედველობა კიდევ უფრო გაამდიდრა. დისერტაციაში გამოკვეთილია ლიბერალური იდეები, რომლებიც იმ დროისათვის მრავალი ევროპელი მოაზროვნისთვის გახლდათ დამახასიათებელი. ისი შეხედულებით განიარაღება ხელშეუწყობს ინდივიდის თავისუფლების გაძლიერებას. ნიკოლაძის აზრით, განიარაღება შეამცირებს სახელმწიფოს ჩარევას პირად ცხოვრებაში და გააძლიერებს ადამიანის პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. თანასწორობის პრინციპის განმტკიცებას, რომ განიარაღება შეამცირებს სოციალურ უთანასწორობას და ხელშეუწყობს ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სამართლიანობის დამკვიდრებას, განიარაღება შეამცირებს კონფლიქტებს და ხელშეუწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლაძის დისერტაციაში აგრეთვე იკითხება ევროპული ტიპის სოციალიზმთან ახლომდგომი სოციალური იდეებიც. ისი აზრით, განიარაღება შეამცირებს სოციალურ უთანასწორობას, ანუ ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ სამხედრო ხარჯების შემცირება საშუალებას მისცემს სახელმწიფოს უფრო მეტი რესურსი გადაამისამართოს სოციალურ პროგრამებზე. მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. ნიკოლაძე ფიქრობდა, რომ განიარაღება ხელს შეუწყობდა უფრო სამართლიანი საზოგადოების შექმნას, სადაც ყველა ადამიანი თანაბარი იქნებოდა კანონის წინაშე. საინტერესოა, რომ ნიკოლაძე ევროპის სახელმწიფოთა მაგალითის მიხედვით სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით დაანალიზებს საზოგადოებრივ ცხოვრებას, მას მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოყავს დასკვნები, რომ ჯარის შენახვა დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას. ომი და სახელმწიფოთა მილიტარისტური პოლიტიკა ხალხის დოვლას აჩანაგებს, მაგრამ ისმის კითხვა. შეიძლება თუ არა საჭირო და სასურველი განიარაღება სოციალურ გარდაქმნამდე? არ შეიძლება, ამბობს ნიკო ნიკოლაძე. წინასწარი მომზადების გარეშე სრული განიარაღება გამოიწვევს პირველი, მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმებას, მეორე, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას და მესამე, დიდძალი მუშახელის უმუშევრად დატოვებას. ნიკო ნიკოლაძე მიდის დასკვნამდე, რომ განიარაღება შეუძლებელი არ იყო, იგი შესაძლებელი იყო, მაგრამ ამისთვის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხი უნდა მოწესრიგებული. ასე რომ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მისი აზრით, პირდაპირ უკავშირდება ომის, განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებს. ეს მოსაზრებაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორად განვითარებულ სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას შეუძლია ქვეყნის სამხედრო ძლიერება, ხოლო ამის შემდგომ ყველა სხვა საკითხი მოაგვაროს. ნიკოლაძის შეხედულებით ომს, შეიარაღებას და მუდმივ არმიას დიდი ხნის ისტორია აქვს და ყოველთვის მძიმე ტვირთად აწვა კაცობრიობას. წინათ, როგორც ჩვენ დროს წერდა იგი, ომობდნენ და ურიცხვ ჯარებს ინახავდნენ, რომ ამით სახელმწიფოს სავაჭრო და სტრატეგიული მნიშვნელობა მინიჭებოდა და საზოგადოების გულისხმური საშინაო ამბებიდან მოერიდებინათ, დათვალი მიეპყრობინათ საზღვარს გარეთ იქეთურ ამბებისთვისო. ნიკო ნიკოლაძე ეხებოდა რა ომების ისტორიას, განსხვავებას ხედავდა მე-19 საუკუნის ომებსა და წინა საუკუნეთა ომებს შორის. განსხვავებას ხედავდა ომების სხვადასხვა მასშტაბებში, ომის ასპარეზობის მასშტაბის მეტნაკლებობაში, საბრძოლო იარაღის გამოყენებასა და
ზარალისა და მსხვერპლის ოდენობის სხვადასხვაობაში. ნიკო ნიკოლაძე მიიჩნევდა, რომ ახალი ტიპის ომებს დასაბამი მისცა საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ. მან ომში შემოიტანა პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებანი და გამოიწვია სამხედრო საქმის მნიშვნელოვანი გაფართოება. მან სამხედრო საქმეში გამოიყენა სამეცნიერო აღმოჩენები და ამით გაზარდა ომების დამანგრეველი ხასიათი. იგი ყურადღებას ამახვილებდა იმ მიზეზებზეც, რომლებიც წარმოშობენ ომს. მისი აზრით, თითქმის ყველა ომს საფუძვლად ედო სხვა ხალხების დაპყრობისა და მიტაცების სურვილი. ერთმანეთისგან ანსხვავებდა დაპყრობით უსამართლო ომსა და თავდაცვით სამართლიან ომს. თავდაცვითი ომი მორალურ თვისებებს უმუშავებდა მისი აზრით ადამიანს და მას სამშობლოს სიყვარულსა და თავდადებას შთააგონებდა. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი პუბლიცისტი და მშვიდობისთვის მებრძოლი სხვა წერილებშიც ილაშქრებდა ომის მომხრეთა წინააღმდეგ. როცა იგი ეხებოდა ომის გავლენას ევროპაზე, სასტიკად გმობდა ომის გამჩაღებლებს ან იმ ადამიანებს, ვინც თავიანთი წერილებით, თავიანთი წიგნებით ხარს უჭერდნენ ომის გაჩაღებას, რომლებიც კაცობრიობას ახალი ხოცვა ჟლეტისაკენ მოუწოდებდნენ. დიდი სიამოვნები წავათრებდი მათ ომის მინდორზე. დახვრეტილ და მომაკვდავ კაცებს თითო დავათვალიერებინებდი. ეს გახლავს დავამატებდი მე, თქვენი ნამუშევრის ნაყოფი. თქვენ რომ მკითხველებს საუმრად აკეზებდით, ხალხებს შუა დაუნდობლობას და ტრობას თესავდით. საუბრობდა რა საყოველთაო განიარაღებისა და მისი სარგებლობისა და შესაძლებლობის შესახებ თავის დისერტაციაში, რომელიც, როგორც უკვე ვახსენებდით, 1868 წელს მან საფრანგეთში ციურიხის უნივერსიტეტში დაიცვა და მალევე ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა ბროშურის სახით, ნიკოლაძე წერდა: ეს ისეთი რეფორმა გახლავთ, რომლის გადაუდებლობა საყოველთაოდ აღიარებულია და ამ სტრიქონების ავტორიც ამ გადაუდებლობის მომხრეა. საყოველთაო განიარაღებისაგან მოსალოდნელი სიკეთე ესოდენ აღურად ხელია და შეუძლია იმდენი ბედნიერება მოგვანიჭოს, რომ ადრე იქნება თუ გვიან უნდა გადავწყვიტოთ ძლიერად ყოველგვარ დაბრკოლებას, რომელიც წინ გადაეღობება მისი განხორციელების საქმეს. საინტერესო გახლავთ ასევე ნიკო ნიკოლაძის დისერტაცია და აი ამ დისერტაციაში ასახული იდეების ადგილობრივი ქართული კონტექსტიც. უნდა ითქვას, რომ თუმცა ნიკოლაძის იდეები მრავალი თვალსაზრისით ახლოს დგას ევროპული ლიბერალიზმისა და სოციალიზმის იდეებთან, მისი ნაშრომი მაინც გამოირჩევა ქართული სპეციფიკით. ვინაიდან მასში გამოხატულება ჰპოვა ქართველი ხალხის საუკუნეთა ქართლში გამოვლენმა მშვიდობის მოყარე ბუნება. ნიკოლაძისთვის განიარაღება არა მხოლოდ აბსტრაქტული იდეა იყო, არამედ ქართული საზოგადოების მოდერნიზაციისა და განვითარების გზა. მართალია, მისი დისერტაცია, განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, მხოლოდ თეორიული ნაშრომი რომ ყოფილიყო, მისი აქტუალობა დღეს მაინც დიდი იქნებოდა, მაგრამ ნიკოლაძის ნაშრომის განსაკუთრებულობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ის თავის იდეებს პირდაპირ აკავშირებდა ქართული საზოგადოების კონკრეტულ პრობლემებთან და მისი განვითარების პერსპექტივებთან. და მაინც როგორ უკავშირებდა ნიკოლაძე თავის იდეებს ქართულ რეალობას, სოციალური უთანასწორობა და განვითარების შეფერხება. ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ მილიტარიზმი აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.
ეს პრობლემები ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და მისი რესურსები ხშირად სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ განიარაღება საშუალებას მისცემს ქართულ საზოგადოებას რესურსები გადაამისამართოს სოციალური პრობლემების გადაჭრისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. მეორე, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. ნიკოლაძის იდეები განუყოფელია ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისგან. განიარაღება ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების გაერთიანებას და ეროვნული იდეის გარშემო კონსოლიდაციას. ნიკოლაძის აზრით, მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება ქართულმა ხალხმა მიაღწიოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასავლური ცივილიზაციის მიღება. ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ განიარაღება ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების დასავლური ცივილიზაციის მიღებას, აი ამ ცივილიზაციის ნაწილად ჩამოყალიბების პროცესს და მისი განვითარების ევროპული მოდელის დამკვიდრებას. ის აღნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპული ქვეყნები განიარაღებით გზით მიაღწევენ განვითარების უფრო მაღალ დონეს და სოციალურ კეთილდღეობას. თავად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოსთვისაც ნიკოლაძის იდეები კვლავაც აქტუალურია. ვინაიდან ქვეყანა დღემდე აწყდება მრავალ გამოწვევას, რომელთა შორისაა სოციალური პრობლემები თუ რეგიონული კონფლიქტები. ნიკოლაძის იდეები შეიძლება გამოყენებული იქნას ამ პრობლემების გადასაჭრელად ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის. ნიკოლაძის დისერტაცია განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, რომლის ერთ-ერთი ორიგინალიც დაცული გახლავთ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში და სახლ-მუზეუმში მობრძანებულ სტუმრებს შეგიძლიათ იგი საკუთარი თვალით იხილოთ, მნიშვნელოვანი წვლილია ქართულ და მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში. დისერტაციაში გამოკვეთილი იდეები დღესაც აქტუალურია და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც უკვე ვამბობდით თანამედროვე მსოფლიოს თუ საქართველოს რიგი გამოწვევების გადასაწყვეტად. დიდი ნიკო თავის დისერტაციაში ამტკიცებდა, რომ განიარაღება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სოციალური და ეკონომიკური პროგრესის წინაპირობაა. მისი შეხედულებით მილიტარიზმი აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, იწვევს სოციალურ უთანასწორობას და ხელს უშლის საერთაშორისო თანამშრომლობას. ნიკოლაძე ასევე ხაზს უსვამდა, რომ განიარაღება არ ნიშნავს სახელმწიფოს დასუსტებას. პირიქით, იგი საშუალებას აძლევს ქვეყანას რესურსები გადაამისამართოს სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ნიკოლაძის იდეები დღესაც აქტუალურია შემდეგი მიზეზების გამო. საერთაშორისო უსაფრთხოება, გლობალიზაციის ეპოქაში სამხედრო კონფლიქტები ყველა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ისე როგორც ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს და განიარაღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეკონომიკური განვითარება, მილიტარიზმი დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას სოციალური პროგრამების დაფინანსებისა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თუ კულტურის აღორძინებისთვის და სხვა. სამხედრო ხარჯების შემცირება საშუალებას იძლევა რესურსები დაიხარჯოს განათლების, ჯანდაცვის და სხვა სოციალური თუ კულტურული სფეროების განვითარებისთვის. დიდი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე წარსულიდან თითქოს ხელს უწვდის შვიდობის მოყვარე ადამიანებს დღესაც ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შეგვახსენებს, რომ შვიდობა და პროგრესი ურთიერთდაკავშირებულია და რომ განიარაღება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი
უკეთესი მომავლისაკენ. დღეს ამით გემშვიდობებით, ძვირფასო მეგობრებო, ფალყური ადევნეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სოციალური მედიას, საიდანაც თქვენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწის ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის ღვაწლისა და ნაზრების შესახებ, ხოლო ამ ლექციის კომენტარებშიც შეგიძლიათ დაგვიტოვოთ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას ჩვენ აუცილებლად შევეცდებით. გმადლობთ.